ებოლას ვირუსზე საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 13 პირს აკვირდებიან. ისინი საქართველოში ბოლო 21 დღის განმავლობაში შემოვიდნენ. რამდენად არის ქვეყანა მზად საშიშ ვირუსთან საბრძოლოდ და რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება? თემაზე სოფო ვარდიაშვილი მუშაობს. სოფო, რა განცხადებები კეთდება ჯანდაცვის სამინისტროში? ხეთი, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს ამ შემთხვევაში მოქმედებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმის შესაბამისად და ქვეყანაში შემოსულ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შემოსული ყველა ვიზიტორი, სადაც ეს არის ის ქვეყნები, სადაც მაღალია ებოლას ვირუსის საშიშროება, მათ ამოწმებენ საზღვარზე, აუსებენ სპეციალურ კითხვას და შემდეგ აწვდიან შესაბამის ინფორმაციას. ეს ადამიანები 21 დღის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, ანუ ეს არის საინკუბაციო პერიოდი, არიან გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ, მათ უკავშირდებიან დაავადებათა და კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და იგებენ მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას და აწვდიან შესაბამის ინფორმაციას. საქართველოში ასეთი ადამიანი, ანუ რომელიც ბოლო 21 დღის განმავლობაში შემოვიდა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან, კერძოდ ნიგერიიდან, არის 13 და ისინიც ძალიან მკაცრი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან ამ დროისათვის. ჯანდაცვის სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში საშიშროება არ არის და საზღვრის დაკეტვის ან საზღვარზე რამე მკაცრი ზომების გატარების საჭიროებაც არ არსებობს. ამ ეტაპზე ცალსახად არანაირი საჭიროება არ არის, რომ საზღვრები დაიკეტოს ან რაიმე ესეთი მოქმედებები განხორციელდეს, არამედ ხდება საზღვრის გადმოკვეთისას მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების აღრიცხვაზე აყვანა და მათზე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა. სახელმწიფო უნდა იზრუნოს იმაზე, რომ აუცილებლად იყოს შექმნილი მზაობა, როგორც შესაბამისი რაოდენობის და სპეციალურად მოწყობილი საავადმყოფო საწოლების არსებობით შესაბამისად აღჭურვილი ასევე იმ მედიკამენტების და სახარჯი მასალების მარაგის მხრივ. საზღვარზე ის ვინ ჩამოსულია დასავლეთ აფრიკიდან, ამ ინფორმაციას იღებს საკარანტინო სამსახური, რომელიც არის საბაჟო სამსახურში. ისინი გადმოგცემენ ჩვენ, ასე ვთქვათ, ამ ადამიანების პირად მონაცემებს, რომელიც რა თქმა უნდა კონფიდენციალურია და ჩვენ შემდეგ ამ ადამიანებს პერიოდულად შევეხმიანებით, გარდა იმისა, რომ მათ ურიგდებათ ასევე ვთქვათ სამახსოვრო სპეციალური თუ რა უნდა გააკეთონ თუ ტემპერატურა აუწევთ. ებოლას ვირუსის საფრთხეებზე დღეს დეპუტატებმა ილაპარაკეს ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ვიზიტისას. მათი თქმით, საქართველოს საკმაოდ მაღალი ხარისხის ლაბორატორიები არსებობს და შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში სერიოზული პრობლემები არ არის. არის ძალიან სერიოზული პრობლემები თქვენ სოფლიოში. ის რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ცენტრი, ეს არის იმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია, რომ ჩვენ ქვეყანაში სწრაფად მოხდება ღმერთმა დაიფაროს ასეთ დაავადებებზე რეაგირება და ჩვენს მეცნიერებს და შესაბამის სპეციალისტებს აქვთ იმის ცოდნა და უნარი და განათლება, რომ ასეთ პრობლემებზე სწრაფად ირეაგირონ. მე მინდა იცოდეს საქართველოს მოქალაქეებმა, რომ საქართველოში არის 3+ დონის ლაბორატორიათა ქსელი. მაქსიმუმი ასეთი დაცულობა ეს არის 4 დონიანი მხოლოდ და საქართველოში ეს ბედნიერება ჩვენ გვაქვს. თბილისში ამბობენ, რომ ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში მათ ყველაფერი მზად ეკნებათ იმისთვის, რომ ებრძოლონ ამ ვირუსს. აქ შეიქმნება სპეციალური პალატები მოეწყობა, სადაც ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტები მოთავსდებიან და ასეთ შემთხვევებში მათთვის მედიკამენტების მარაგით საკმარისი იქნება. მადლობთ სოფო. ეს სოფო ვარდიაშვილი იყო.